ნიკოლო პაგანინი, ადამიანი, რომელსაც ვიოლინოს ლეგენდას უწოდებენ. მისი დაკვრა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ბევრი მსმენელი ვერ იჯერებდა თუ როგორ შეეძლო ერთ ადამიანს ასეთი მუსიკის შექმნა. პაგანინი 1782 წელს იტალიაში დაიბადა და ბავშვობიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული ნიჭი. მისი ტექნიკა იმდენად რთული და უნიკალური იყო, რომ მოგვიანებით მუსიკოსებიც კი ამბობდნენ, თითქოს ის ვიოლინოს ყველა საიდუმლოს ფლობდა. ამბობდნენ, რომ პაგანინი ისეთი ძალითა და მრავალფეროვნებით უკრავდა, რომ მის ხელში ვიოლინოს ერთი სიმიც კი თითქოს მთელი ორკესტრის ჟღერადობას ქმნიდა. მის გარშემო უამრავი ლეგენდა გაჩნდა. ზოგი მას ზებუნებრივ ძალებთანაც კი აკავშირებდა, რადგან მისი შესრულება იმ დროისთვის წარმოუდგენლად ჟღერდა, რის გამოც ბევრი მას ეშმაკის მევიოლინედ მოიხსენიებდა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტი იყო გუარნერის მიერ შექმნილი ვიოლინო ილ კანონე, რომლის ძლიერი ჟღერადობა დღესაც აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ პაგანინის ცხოვრება მხოლოდ დიდება არ ყოფილა. მას ჯანმრთელობის პრობლემები, კრიტიკა და მრავალი სირთულეც შეხვდა. დღეს ნიკოლო პაგანინი ისტორიაში რჩება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი მევიოლინე, რომელმაც ვიოლინოს შესაძლებლობების საზღვრები შეცვალა ისე, რომ დღესაც კი მრავალი თანამედროვე მუსიკოსისთვის მიუწვდომელ სიმაღლეს წარმოადგენს. ვრცლად გენიალურ მუსიკოსზე წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com